ზიას ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც აჭარაში, ვთქვათ, ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ იმაღლებდა ხმა. ზია ყოველთვის იყო ჩემთვის თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო. მე როდესაც უნივერსიტეტში ან არაფორმალურ განათლებაში ვასწავლი კარგ ჟურნალისტიკას, ყოველთვის მომყავს ბათუმელების მაგალითი, რომლის დამფუძნებელი შექმნელი არის მზია მისლუნთან ერთად. ბათუმელები ყოველთვის იყო სიმბოლო კარგი ჟურნალისტიკის და სწავლების პროცესში, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნდობა ხარისხიან მედიაში, ყოველთვის მოყავს ბათუმელების და ნეტგაზეთის მაგალითი. მზიას პატიმრობა არის მისი დასჯა მისი პროფესიული კუთვნილების გამო და რა იმის გამო, რომ ვიღაცას უნდა სამართალი აღსრულდეს. ემოციურად ძალიან რთულია იმის წარმოდგენაც კი, რომ ადამიანი ამდენი ხანია ზის საპატიმროში, ღირსეული მოქალაქე, რომელსაც შეუძლია აკეთოს კარგი საქმე თავისი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა და მიუხედავად იმ სისასტიკისა, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ირგვლივ, დავიტოვოთ იმედი, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, იმოქმედებენ სინდისიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ავტორიტარულ რეჟიმებში არ არის მხოლოდ ერთი ადამიანი პასუხისმგებელი სისტემაზე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამყარებს ამ ავტორიტარულ რეჟიმს, მას აქვს პირადი მორალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცევა და რომელიც დამღაც დარჩება მას.